სად იყავი გუში? საქმე მქონდა. ღამის 3-მდე? ხო, რა იყო? არა, არაფერი, უბრალოდ აქამდე არასდროს არ რჩებოდი ხოლმე მაგ დრომდე სამსახურში. ხო, ეხლა რჩები. ველაპარაკე რეჟისორს და მოვდივარ თეატრიდან. ძალიან კაი. როგორც კი იპოვის შემცვლელს, ეგრევე წამოვა. ანუ არ წამოსულ ხარ ჯერ. ლუკა, ვერ ხვდები, რომ ესე მარტივად არ ხდება ესეთი რაღაცები. ესე ავდგე და წამოვიდე, ის ხო არ არის. ani არ მაინტერესებს, მეგონი არ მიკითხავს. რაღაც მოიფიქრე. ავად ხარ, ან ქმარი ყავს ავად. ვიღაც გარდაგეცვალა, რაღაც მოიფიქრე და წამოდი. კონტრაქტზე მაქვს ხელი მოწერილი. და რა გიჩივლებენ? ხო. ხო და გიჩივლონ. ლუკა, რა გჭირს? საერთოდ ვეღარ გცნობ. ხვდები, რომ ნორმალურად ლაპარაკიც აღარ შეგვიძლია? გონია, რომ ყველა ჩემი სიტყვა გაღიზიანებს. როცა უაზროდ მელაპარაკები და რო ფიქრდები რას ამბობ, აი ეგ მაღიზიანებს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აღარ გიყვარვარ და უბრალოდ ვერ მეუბნები. ლუკა, მართლა აღარ გიყვარვარ? ეხა არ გთხოვე? იდიოტური კითხვები არ დამისვა მეთქი? არა, ლუკა, ადრე ხშირად მეუბნებოდი. ეხლა აღარც მახსოვს ბოლოს როდის ჩამეხუტე, როდის მაკოცე ან როდის მითხარი მიყვარხარო. თქმა რა დგინდა. არ იცი რომ ეგრეა? მინდა ლუკა, ყველას უნდა ეგ. კაი, მიყვარხარ. დაკმაყოფილდი? არა, ეგეთი თქმა არ მინდა. აბა როგორი გინდა? ისეთი როგორც ადრე მეუბნებოდი. როგორც ადრე მეკცეოდი, ისე მინდა მეკცეოდე. ადრე უსიტყვოდ გესმოდა ჩემი. ეხლა